სროლა ვაშლი ჯვარში უბნელებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეო კადრებში ისმის 6 გასროლის ხმა და ჩანს როგორც ცდილობენ ადგილზე მყოფები დაშავებულების დახმარებას. დაჭრილია 2 პირი, ისინი საავადმყოფოში ადგილობრივებმა გადაიყვანეს. ბრალდებულის სახით გამთენიისას 41 წლის კაცი დააკავეს. დაჭრილები მისი უბნელები 34 და 35 წლის ახალგაზრდები არიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქუთაისში კაცმა მეზობელი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე დაიღუპა. გამოძიების ცნობით კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ახალციხეში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით 2 ადამიანი ადგილობრივ კლინიკაში, 2 კი თბილისის დამწრობის ცენტრში გადაიყვანეს. აფეთქება სავარაუდოდ ჭერში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში 2 ქვესადგური დაბომბა. დრონებით თავდასხმა ბახჩისარაისა და ზიმინოს სადგურებზე მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. დღეს დილით მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. მოსახლეობას სახლებში დარჩენისა და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. რუსეთმა კი უკრაინის რეგიონებს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.